მძიმე შრომით შეგროვებული თანხა, დანაზოგი გადმორიცხეს საქართველოში, გადმორიცხეს თბილისში, რომ შეეძინათ ბინა, თუმცა წლებია, ისინი ელოდებიან ამ ბინებს, ამ საქმეს. ემიგრანტების შემთხვევაში გუშინ ერთად ველაპარაკებოდით ჩვენ ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან კავშირზე გამოვიდნენ გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, საერთოდ წარმოუდგენელი ხდება. ერთ-ერთი ემიგრანტი, რომლის ისტორიასაც მოისმენთ, ყვება ის ამბავს, რომ ბინა იყიდა, თვითონ ადგილზე არ ქონდა ნანახი ეს ყველაფერი, შეარჩია ეს ლამაზი რეკლამით ბინა, იმიტომ რომ წინადადება იყო მომხიბლავი, მაშინ 2021 წელი იყო კვადრატული მეტრის ფასი სადღაც $500 ტერიტორიაზე იყო, ნათესავს ურიცხავდა ფულს, ნათესავი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით რიცხავდა მითითებულ ანგარიშზე, იქ ჩეკი, რომელსაც ის ჩარიცხვის აპარატი აძლევდა, აღარ არსებობს. და ამ ადამიანს ემიგრანტს 22 წლის ვარ ეს გვეუბნებოდა 22 წლის იყო, როდესაც შეიძინა და გადარიცხა პირველი თანხა. და დარჩენილი აქვს მხოლოდ შიდა ხელშეკრულება ბეჭდის გარეშე, ან მხოლოდ ხელმოწერილი ხელშეკრულება და ეხლა კომპანიის ახალი მფლობელი ეუბნება, რომ შენ საერთოდ არ ხარ ბინა არ გეკუთვნისო. გარდა ამისა, ირკვევა, რომ განადგურებულია, მარკოიშვილი ამბობს, რომ განზრახის ელექტრონული ბაზა, სადაც იყო ჩამონათვალი იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეიძინეს ბინა ამ კონკრეტულ მისამართზე. მარკოიშვილი ვარავიდებს, რომ ეს განზრახ გააკეთეს, იმიტომ რომ ახალ მფლობელს, კომპანიის ახალ ხელმძღვანელს შეძლებოდა, რომ ხელახლა გაესხვისებინა. ანუ ეს ბიზნესმენი, ბატონი მარკოიშვილი, ყვება, რომ მისთვის ბიზნესის წარქმევის სპეცოპერაციის ფარგლებში რამდენჯერმე მოხდა მასზე თავდასხმა, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავამოწმეთ, ესენი ადასტურებენ, რომ შემთხვევა იყო და დაკავებულებიც არიან ამ საქმეზე და ასევე ორჯერ დაუწეს მანქანა. მაგრამ პოლიცია ამბობს, რომ მანქანა კი არ დაუწეს, თავისი დაიკავა, ეს საინტერესო დეტალია. ხო, იყო მინიმუმ 5 თავდასხმა, აქედან ორს შემთხვევაში ძალადობა იყო საქმეზე. ყოველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ დაკავებულია 2 ადამიანი, ერთზე ძებნა გამოცხადებული. ამ 2 დაკავებულიდან ერთ-ერთი არის გიორგი შაგულიძე, რომელსაც მარკოიშვილი ამბობს, რომ ის დღეს არ უნდა იყოს ძალადობის ბრალდებით და მანქანის დაწვის ბრალდებით დაჭერილი, ის დაჭერილი უნდა იყოს თაღლითობის გამო, იმიტომ რომ თანამზრახველებთან ერთად ასე უწოდებს მათ მარკოიშვილი წართვა მას ბიზნესი. ხო, რა არის საინტერესო, რომ 2 ახალი ავტომობილი, ცენტრიდან გამოყვანილი ავტომობილი დაიწვა. ამ ინფორმაციას პირველს ატყვის ბიზნესმენი, კომპანიის ყოფილი მფლობელი და ის ამბობს, რომ ელექტროობის პრობლემა ამ მანქანას ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ ცენტრიდან იყო ახალი გამოყვანილი და ამას ალბათ უნდა დავუმატოთ ისიც, რომ აფეთქება მოხდა შუაღამეს, აფეთქება მოხდა ზამთარში, იანვრის თვეში და ცოტა უცნაურია ელექტროგაყვანილობის გამო, როგორ შეიძლება და ზამთარში რეჟიმში სადავო ამბავია. ნატა, ჩვენ როდესაც საუბრობდით ამ კონკრეტულ ისტორიაზე, თავიდანვე ძალიან კარგად ჩანს, ანუ როგორ ლაგდება საქმეები სამშენებლო ბიზნესში. ეს პირი თვითონვე აღიარებს, რომ მე მერია მომცა 9 სართულის აშენების უფლება, მაგრამ აქ როგორც კეთდება ხოლმე, 12 ავაშენეო, 12-ის მშენებლობა დავიწყეო და აქო კანონითო შეიძლებაო მე რაღაცების გაკეთებაო. თავიდან საუბრობს შუამავლებზე, რომლის მეშვეობითაც მე 9-12 გახდა ამის კანონის ჩარჩოებში მოქცევა შესაძლებელია. მარკოიშვილის ინტერვიუ ადასტურებს, რომ შეიძლება იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი, ქართული ოცნების შემომწირველი, შეიძლება რომ ოფიციალური საბუთებით ნებართვა თვლდეს მხოლოდ 9 სართულიანი შენობის აშენებაზე, მაგრამ ნებართვის გარეშე ააშენო 12 სართული. და შემდეგ წლების განმავლობაში დაელოდა, როდის მოგიგვარდება ეს პრობლემა. მაგრამ როგორც მარკოიშვილი ყვება, ქუჩა იყო ჩართული, რომ ეს საკითხი მოჭრილიყო. ანუ მერიის წარმომადგენლებთან ბატონი მარკოიშვილი კომპანიის მფლობელი კი არ იყო გასული კავშირზე, რომ დამეხმარეთ, შეცდომა დავუშვით, გამომასწორებინეთ, არ ვიცი, რაღაცა გზა მაყოლინეთ. როგორც ირკვევა, მას გაუკავშირებდნენ კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, ასე უწოდებს მათ მარკოიშვილი და დაკვირდნენ, რომ მოუგვარებდნენ ამ პრობლემას 6-დან 1 წლის ვადაში. პრობლემა მართლაც პრობლემა ნახე რა არის, უკვე არაერთი შემთხვევა არსებობს, ეს ერთი კომპანია არ არის, რომლის მაგალითაც
სადაც ადამიანებმა ბინები იყიდეს და ვერ შენდება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს წლების წინ მასშტაბური ეს სქემა, როდესაც უეცრად თბილისში 10,000-ობით ადამიანი დარჩა ბინის გარეშე, ან ის კორპუსები, რომელიც აშენდა დღემდე ჩაუყალიბებელია და კატასტროფულ მდგომარეობაში არის. არაერთი კომპანია არსებობს დღესაც, მაგალითად მოქალაქეები წერენ, გვიყვებიან ამის შესახებ, როდესაც ფული გადაიხადეს, კორპუსი უნდა აშენებულიყო, მაგრამ კორპუსი არ არის. ამ შემთხვევაში ადამიანები უყურებენ შავ კარგას, სადაც მშენებლობა ვისი მიზეზით ამ ადამიანს არ აინტერესებს, მან ფული გადაიხადა, სახლი უნდა გქონდეს. და უცდიან ეს ადამიანები წლები ამ პრობლემის მოგვარებას. აქ საინტერესო დეტალი სხვათა შორის არის, რომ ამ ტერიტორიაზე შემოგვიდის 27 ნომერში კორპუსის აშენების მცდელობებს ამხანაგობის წევრები იწყებენ 2008 წლიდან. როდესაც საფუძვლებენ ამხანაგობას, ვერ აშენებენ ამ კორპუსს და შემდეგ ხდება უკვე ახალი ინვესტორის შემოყვანა. ეს ინვესტორი შემოვიდა, რაღაც მშენებლობა დაიწყო, იქ უკვე დაიწყო ახალი პრობლემები, მერე ჩნდება კიდევ ახალი ინვესტორი, მერე მათ შორის დაპირისპირება დავა, გარჩევები, აფეთქებები, ცემა, საქმის გარჩევები და ხალხი ახლა ამაზე ნატაკაჯია ეთიკო. ამირა, რამდენი ხანია ეს მანქანა გადმოყვანილი? 25 იანვრის 20 ამირან მარგოიშვილი ახლა ნაკის პოლიციასთან მის დამწვარ მანქანას გვაჩვენებს. წელიწად ნახევარი ხდება, რაც ავტომობილი პოლიციის სენსორშია, საქმე კი გამოუძიებელია. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მანქანა დაშინების მიზნით დაუწეს, რათა ბიზნეს წილებზე დავა შეეწყვიტა. მივდივართ საგამოძიებაში, უყვები ამ ისტორიას, პასუხი რა გვაქვს? ეს მანქანასო, მე მგონი ელექტროობის გამომართავება აქვს. წელიწად ნახევარის თუ 2 წლის მანქანა გამართული, რა ვიცი და თუ იმენ ელემენტარულად იცის მანქანის ელექტროობის რაიმე პრობლემა, მით უმეტეს იანვარში და 7 საათზე დაყენებულ მანქანას ღამის 3-ის ნახევარზე ყინვაში ელექტროობით რამე იწვებოდეს, ეს რა გითხრათ? ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელსაც მარგოიშვილი მას ზეწოლად და ტერორად აფასებს. მოხდა კიდევ რამდენიმე თავდასხმა. დაუწეს კიდევ ერთი ავტომობილი, რა დროსაც ამირან მარგოიშვილის თქმით, სხვა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს. აი ამ კონკრეტულ ადგილას ვაჩერებთ მანქანას. გადავჭით იმ ფაქტორით, რომ აქვეძინავს მეზობელს და აალებული მანქანის მდგომარეობა მალე გადმოგვჭირდა. გადავჭით იმაზე, რომ გადაეძახოთ და არ დაიწოდა ჩვენი ხედით მოახდინეს. წილი მიტყუებით გადააფორმებინეს და შემდეგ მთლიანად ჩახსნეს ბიზნესიდან. და როდესაც ამირან მარკოიშვილმა მოისურვა ამ ბიზნესში მისვლა, მას დაუბლოკეს ESG, აღარ უშვებდნენ ოფისებში, რადგან იგი უკვე მესაკუთრე აღარ იყო. ამის შემდეგ მასზე დაიწყო უკვე მუქარათა ზეწოლა. რა ხდება ამ დროს? კორპუსში ბინების ნაწილი გაყიდულია. ხალხი საცხოვრებლებს ელოდება. სამუშაოები კი წინ ვერ მიდის. გამოკითხვის ოფისში, რომელიც ადვოკატმა შეადგინა და საგამოძიებელ უწყებას წარუდგინა, ვკითხულობთ, რომ ახალი ინვესტორი დაიმუქრა. თუ წილებს ამდაც მოხდა მარგოიშვილი მშენებლობას აღარ დააფინანსებდა. საბოლოოდ 2024 წლის 11 მარტს ამირან მარგოიშვილმა ბიზნესის წილი 5,000 ლარა დათმო. მარგოიშვილი გვეუბნება, რომ ქონება იმ პირობით გადააფორმა, რომ კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ ინვესტორი თავის მოგებას ამოიღებდა და შემდეგ ბიზნესს უკან დაუბრუნებდა. თავისუფალ ბინას ინვესტორი რო აწერია, ეს არის იმ დროისათვის გადაცემული ბინები, როცა მოვიდნენ და შემოიტანეს თანხა და შესაბამისად $3 წაიღეს კვადრატი. კვადრატს მაშინ ამდენად ხედით. Ну, კონკრეტულად ახლა იმ დროის ფასი დაახლოებით $700 მიღებულებადი შავი კარტასი, როცა ამათმა $3 გადაიფორმეს ერთი კვადრატული იმ ღირებულებით, რაც მოიტანეს თანხა. აი $3 სულ რამდენი ბინა მიეცით? კვადრატის ხმის. ზუსტი კვადრატულობა შეგვიძლია აღმოჩნდეს დაახლოებით კვადრატულობის შემოსავლიანი და დაახლოებით 80 ბინა, დაახლოებით ბინა. ხო, დაახლოებით ზუსტი ციფრი ლოგიკა. ხელშეკრულების საიტის პროექტი თავიდან ბოლომდე